ვაგრძელებთ ძვირფასო მეგობრებო, ამერიკის შეერთებული შტატებში მონათმფლობელობის შესახებ საუბარს, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მაინც ძლიერი იყო მონათმფლობელობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთის შტატებში მოხდა მათი გაუქმება ძირითადად, ხოლო სამხრეთში არათუ გაუქმება, არამედ გაძლიერება მოხდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარშიც კი, ჩვენ ვნახეთ სასამართლოს გადაწყვეტილებები, საოცარი ტექსტებით, როდესაც ნივთებად განიხილავენ შავკანიანებს სამხრეთის შტატებში და ასევე მინდა დავამატო, რომ არა მარტო ასე ვთქვათ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, არამედ ისეთი საოცარი კანონმდებლობა ჰქონდათ სამხრეთის შტატებს, ძვირფასო მეგობრებო, რომ კანონები რო წაიკითხო, რა ვიცი, თმები ყალზე დაგიდგება, მაგალითად წერია, რომ მონობა არის უდიდესი მონოპოლარი მსოფლიოსი და ასეთი მონათმფლობელობა არის მონოპოლარი და ასე შემდეგ. ანუ შტილების შტატებისგან განსხვავებით, სამხრეთის შტატები კატეგორიულად ეწინააღმდეგებდნენ მონობის გაუქმებას. ვირჯინიაში, სამხრეთ კაროლინაში, ჯორჯიაში, ალაბამაში, მისისიპიში, ლუიზიანაში პლანტაციების მფლობელებს ჰქონდათ ძალიან კონკრეტული მიზეზები ამისთვის. 1860 წლისთვის თითოეულ ამ შტატში დაახლოებით 400,000 მონა მუშაობდა და ბრინჯის მოყვანა ძალიან მომგებიანი ამბავი იყო. როდესაც 1960 წლის 6 ნოემბერს მონობის ღია მოწინააღმდეგე აბრაამ ლინკოლნი აშშ-ში პრეზიდენტად აირჩიეს, ქვეყანა გაიყო სიღრმისეულად, ანუ ფუნდამენტურად გაიყო ორ ნაწილად რა. პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების გახდა აბრაამ ლინკოლნი, რომელიც მტერი იყო მონათმფლობელობის. სამხრეთის მონათმფლობელმა შტატებმა გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს. ანუ გამოიყო სამხრეთი ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი და შექმნეს თავისი სახელმწიფო. კერძოდ დაარქვეს მას ამერიკის კონფედერაციული შტატები. CSA. 1871 წლის აპრილში სამხრეთის შტატების მილიცია შემდეგ დაესხა თავს აშშ-ის არმიის ბაზას და დაიწყო სამოქალაქო ომი. ანუ ესეც ინსპირირებული იყო, ახლა ეს უნდა მომხდარიყო, სხვანაირად ფუნდამენტური საკითხი სხვანაირად ვერ გადაწყდებოდა და 61-65 წლებში ჩრდილოეთის და სამხრეთის ჯარები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ამ წლებში და 62 წლის სექტემბერში, როდესაც შეერეგული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ლინკოლნმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც გააუქმა მონობა მთელ შტატებში. ანუ ეს ბრძანება არ არსებობდა, ანუ 62 წლის, ასე ვთქვათ, სექტემბერში გამოიცა, რომ გაუქმდა და გაანთავისუფლა ყველა მონა, მათ შორის სამხრეთის შტატებში, მაგრამ სამხრეთის შტატები მიიჩნევდა, რომ უკვე ლინკოლნის იურისდიქცია არ ვრცელდებოდა მასზე, რადგან ისინი გამოეყვნენ ამერიკის კონფედერაციულ შტატებად. ანუ სხვა სახელმწიფოდ განიხილავდნენ საკუთარ თავს. მაგრამ ახლა მონები იქ ხო განხეთქილება შეიტანა სამხრეთში, მონები თვლიდნენ, რომ უკვე მოიპოვეს უფლებები, ხო? ეს იყო უკიდურესად, ზოგადად ეს სამოქალაქო ომი იყო ყველაზე დიდი, ყველაზე სისხლიანი ომი ამერიკის ისტორიაში. ანუ აი ხო პირველი მსოფლიო ომი, მეორე ნებისმიერი ომი, რაც გადაუტანია ამერიკის შეერთებულ შტატებს, რამდენი ხალხიც დახოცილა ამერიკელი, იქ შეჭრილა მილიონ ადგილას არის შეჭრილი, ხო? ეგ რა ვიცი, მთელი ისტორიები ვიცით ხო? სწორია, დაახლოებით მთელი ისტორიის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატები დაახლოებით 500-ზე მეტჯერ მოახდინა შეჭრა სხვა ქვეყნებში. ასეთი დანაკარგები თვითონ ამერიკაში ამერიკელებს არასდროს, ზოგადად ამერიკელებს არასდროს არ უგემიათ. 600,000-ზე მეტი ადამიანი ამერიკელი მოკვდა ამ ომში, ძვირფასო მეგობრებო. თუმცა აქ ორი რამზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ძალიან მნიშვნელოვან ორ რამზე. პირველი, რო იცოდეთ რა, ეს არის ისეთი რამე, რომელიც არავინ მოგიყვებათ, ხო? მაგალითად, ბევრმა არ იცის და 99% საქართველოში და სოფლიოში შეიძლება ითქვას არ იცის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ლინკოლნის, ანუ ჩრდილოეთის ნაწილის ასე ვთქვათ, მონათმფლობელობის გაუქმების მომხრეებს ამ ომში დაეხმარა და გადამწყვეტად დაეხმარა სამხრეთის შტატებთან, სამხრეთის წინააღმდეგ დაეხმარა ვინ იცით? რუსეთი ხალხო. რუსეთი რომ არა ძალიან გაუჭირდებოდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში. ახლა როგორი დახმარება გაუწია? მე მინდა გითხრათ, რომ ევროპაც გაყოფილი იყო ამ მიმართულებით. მაგალითად, საფრანგეთი და ასეთი ძლიერი ქვეყნები სამხრეთს უჭერდნენ მხარს. ხოლო რუსეთმა დაუჭირა მხარი ჩრდილოეთს, ლინკოლნს. როგორ დაუჭირა ახლა სამხედრო იმით კი არ დაუჭირა, პირდაპირ ომში არ ჩაბმულა, მაგრამ ატლანტის ოკეანე გადაკვეთა რუსეთის ფლოტმა. და ეს იყო როგორც მორალური, ისე მატერიალური მხარდაჭერა, მათ შორის იყო მატერიალური მხარდაჭერა, არასამხედრო, მაგრამ არასამხედრო მატერიალური მხარდაჭერა. რუსთოფია რუსულია იქ, მაგრამ დაეხმარა. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს რა. ეს ამას არ მოგიყვებიან, ხა რუსი კაი ტიპად გამოჩნდა რა. მან და ხა კაი ტიპად ხო არ გამოაჩენენ რუსს, მაგრამ ისტორიულ ფაქტს გეუბნებით. აი ასე ერთობლივად ლინკოლნმა და რუსეთმა, მეფე ალექსანდრე იყო თუ არ ვცდები, ალექსანდრე პირველი, შეიძლება მეშლებოდეს ეს რომელი მეფე იყო. არა, პირველი არ იყო, მესამე მგონი. რომელიც დაეხმარა ლინკოლნს და ის დიდი წვლილი დაიდო იმაში, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს მონათხრობელობა არ არის. ეს პირველი, მეორე, რაც მინდა ვთქვა. აი ალფრედ მეჰენი შეიძლება გაგიგიათ, ხო, ეს გეოპოლიტიკა ვინც იცის, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გეოსტრატეგი, ანაკონდა ვინც სტრატეგია ვინც მოიგონა მე-19 საუკუნის ბოლოს. აი ალფრედ მეჰენი დაეყრდნო აბრაამ ლინკოლნის გენერლების იდეას, რომ სამხრეთის შტატების, ანუ კონფედერაციის, გამოყოფილია ამ შტატების საზღვაო პორტებზე წვდომა შეეზღუდა და გაეგუდა როგორც ანაკონდას. მეჰენი დაფიქრდა ალფრედ მეჰენი შემდეგ მომავალში, აი ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი გეოსტრატეგი ალბათ, მამა, ხო, პოლიტიკის. რომ რა მაგარი სტრატეგია გამოიყენა ლინკოლნმა სამხრეთის კონფედერაციული შტატების წინააღმდეგ და მოდი იგივე გაუკეთოთ რუსეთსო. ანუ მთელი სტრატეგია ამერიკის შეერთებულ შტატებს მაშინაც და ეხლაც ეყრდნობა მეჰენის აი ამ სტრატეგიას, რომ როგორმე გავგუდოთ რუსეთი იმით, რომ არ მივცეთ მათ საშუალება ვაჭრობა განახორციელონ თბილი პორტებით. რა არის თბილი პორტები? სადაა აქ რუსეთის თბილი პორტები? შავი ზღვა, ხალხო. შავი ზღვა. თავარი პორტი თბილის ზღვისა. იმიტოა ეხლა რომ იპყრობს ოდესის აი ამ ასე ვთქვათ ყირიმის ნახევარკუნძულებს და აი ამ აზოვის ზღვის ტერიტორიებს, მარიუპოლს, მაგიტომ იპყრობს. რომ როგორც სამხრეთის შტატებს არ დაემართოთ და არ წააგონ ომი, ვთქვათ სამხრეთის თბილ წყლებზე წვდომის დაკარგვით, ასევე რუსეთმა არ წააგოს გლობალური ომი სამხრეთის თბილ წყლების პორტებზე წვდომით. აი ეს ორი პარალელია გასავლები. ესე იგი პირველი რუსეთი დაეხმარა ლინკოლნს და მონათხრობელობა რუსეთის დახმარებით და ზოგადად ლინკოლნმა მოიგო სამოქალაქო ომი ამით და მეორე ანაკონდის სტრატეგია ცნობილი ალფრედ მეჰენის სწორედ დაყრდნობილი იქნა ამერიკის სამოქალაქო ომის იდეებზე, რომელიც ლინკოლნის გენერლებმა გამოიყენეს. გვარები არ მახსოვს, სიმართლე გითხრათ. სამოქალაქო ომის შემდეგ სამხრეთის შტატები კვლავ შეუერთდნენ აშშ-ს, ხოლო კონფედერაციული შტატები ამერიკისა დაიშალა. აბრაამ ლინკოლნი ომის ბოლოს წელს ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად, უკვე მეორე ვადით ინაუგურაციისას მან მშვიდობის იმედი გამოთქვა როგორც აშშ-ში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. კაი კაცი იყო ლინკოლნი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მან თქვა, დავასრულოთ საქმე, რომელიც დავიწყეთ. მოვაშიშოთ ერის ჭრილობები, ვიზრუნოთ მათზე, ვინც ბრძოლის სიმძიმე ზიდა, მათ ქრივებზე და ობლებზე. თუმცა არ დასცალდა ლინკოლნს, რა თქმა უნდა, მან სხვა პროცესები წავიდა, ის რომ ლინკოლნმა გადაწყვიტა, რომ დაებეჭდა ამერიკის მთავრობას დაებეჭდა დოლარი და არა კერძო ბანკებს, ასე
ვთქვათ, კერძო იმებს, რამაც, ასე ვთქვათ, ფინანსური დავის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ არ მოგიყვებიან და არ გეტყვიან, რომ აი ფანატიკოსმა მოკლა ეს თურმე აბრაამ ლინკოლნი. ფანატიკოსმა მოკლა, დაქირავებული კაცი იყო, მკვლელი იყო. შემდეგ ამოტივტივდა ვინც იყო ეს კაცი, ეს იყო როგორც ბევრ საქმეში ბანკირების ნამოქმედარი, მაგალითად კენედიც ბანკირებმა მოიცილეს, რა თქმა უნდა, სპეცსამსახურების გავლით, მათ შორის მანდ იყო ებრაელების თემა ატომური იარაღის, მაგას მერე მოგიყვებით, მათ შორის იყო ბრძანება 1-1-1-0-ის, რომელიც იგივე ფულის ბეჭდას ეხებოდა და CRU-ს, CIA-ს მესვეურებმა მოსადთან ერთად და ბანკირების, ასე ვთქვათ, დაფინანსებით მოიცილეს, როგორც აბრაამ ლინკოლნი, ისე JFK. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ 1865 წელს მიღებულმა მე-13 შესწორებამ საბოლოოდ გააუქმა მონობა აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე. ეს შესწორება აცხადებდა, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე ან მის იურისდიქციაში არ იარსებებს არც მონობა, არც იძულებითი შრომა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს სასჯელად იქნება გამოყენებული დანაშაულისთვის, რომლისათვის პირი კანონის შესაბამისად ცნეს დამნაშავედ. ასე რომ, პირველად აშშ-ის ისტორიაში შავკანიანი და თეთრკანიანი მამაკაცები კანონის წინაშე თანასწორებად გამოცხადდნენ. თუმცა კანონის წინაშე გამოცხადდნენ, მაგრამ ქალებსა და ადგილობრივ ამერიკელებს ეს უფლებები ჯერ კიდევ არ შეხებიათ. და არც სიმართლე გითხრა, არც ეს კანონის წინაშე, მაგრამ როგორც იტყვიან პრაქტიკულ ნაწილში არც შავკანიანებს შეეხოთ კიდევ 100 წელი. მადლობა ყურადღებისთვის. გავაგრძელებთ შემდეგ ვიდეოში.